მოკლედ, გადავდივართ შემდეგ დებულებაზე და ეს დებულება ჟღერს ესე. ძველი პოლიტიკური ოპოზიცია რეპუტაციულად აფერხებს სამთავრობო ცვლილებებს ქვეყანაში. ამ დებულებას ვადო ეთანხმება და ანი არ ეთანხმება. ამჯერად დებატებს იწყებს ანი წითლიძე. მოკლედ, მინდა გითხრათ ძლიერი არგუმენტებით ანიმ ვერ გაამყარა თავისი აზრი და დაიწყო ლაპარაკი, რომ რეჟიმთან ბრძოლის დროს არ უნდა ლაპარაკობდეთ ძველებზე და ახლებზე, იმიტომ რომ ეხლა მთავარი არის ყველა ერთად ვიდგეთ და ბიძინა დავამარცხოთ. ვადო ეთანხმება სადებატო დებულებას და ანის წინააღმდეგ არგუმენტს ამბობს, რომ ძველი პოლიტიკოსები დღეს ერთად ვერ დგანან და ვერ იბრძვიან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში ბევრი კონფლიქტები დაგროვდა ძველ პოლიტიკოსებს შორის და ეგოების გამო უფრო რეპუტაციულად აზიანებენ ოპოზიციას. ანი მესამეჯერ ახსენებს ვადოს მამას, რის გამოც წამყვანი უთიშავს მიკროფონს. და საბოლოო ჯამში ზოგადად რატომაც აფერხებს ძველი ცვლილებას და რატომაც ჭირდება ამ ყველაფერს ახალი არის ის, რომ რა ვიცი, ერთ და იგივე სახეების ტრიალი არის ზოგადად. თუნდაც დღეს ქართულ ოცნებაში რა იმაზე ვკამათობთ, რომ ხარება ცუდია და ხარება რომ ნაციონალურ მოძრაობის რაღაცა გამოზრდილი არის იმ სისტემის. მამა შენი იყო მაშინ ხუთი მოძრაობის პარტია. რა შუაშია, მამა შენი არ დავარგვეთ რა გთხოვთ ფორმატი. ხარებაში ნელა საკუთარ მუშაობა საშინელებებს აკეთებდა, სიხეს საშინელებებს და მამა ჩემი რა შუაშია. ხო, კაი, მოდი დავამთავრებ ეხლა რა ხან ჩემი დრო არის ეს რა და მე ცალკე ადამიანი ვარ, კიდევ ერთხელ ვამბობ ამას. ამისთვის გიმატებ 15 წუთს მაპატიეთ მე გავაჩერებ ცოტა ხანი დროს. ერთ წამი დატო გთხოვთ რომ მოწინააღმდეგის მიკროფონი დროებით გავთიშოთ. მოკლედ ვადო აგრძელებს საუბარს და ამბობს, რომ ბევრი რამ ქართულ ოცნებას აქვს განმოღებული ნაციონალური მოძრაობისგან. როგორც არის მაგალითად ხარება, ან თუნდაც დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომ მიშას პერიოდის დროს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ან თუნდაც ძველი ქოსები როგორებიც არიან გახარია ან ზურაბიშვილი, დღეს რომ ოპოზიციაში არიან, ესეც ითვლება ვადოს აზრით ძველ პოლიტიკურ სიბინძურედ.